ყველაზე ბრუტალური რალის მანქანა ისტორიაში. Audi Quattro S1i2. პირველი Quattro 1980 წელს გამოვიდა, რომელიც Audi 80-ის ბაზაზე იყო შექმნილი. ის ზედიზედ რამდენიმე წელი იგებდა რალის ჩემპიონატებს. 1985 წელს კი კონკურენცია უფრო გაიზარდა, რადგან Peugeot-მ და Lancia-მ შუაძრავიანი მოდელები წარადგინეს Audi-ის დასამარცხებლად. გერმანელებს ბევრი არ უფიქრიათ და გადაწყვიტეს ყველაზე ექსტრემალური რალის მანქანის შექმნა. შედეგად მივიღეთ Quattro S1. მათ დაამოკლეს საბურავების ბაზა და ძარაზე დაამატეს უამრავი დეტალი აეროდინამიკისა და დამწოლი ძალის გასაუმჯობესებლად. გაუმჯობესებული იყო, რა თქმა უნდა, ძრავიც. მისი სიმძლავრე 620 ცხენის ძალამდე გაზარდეს. ის 0-დან 100-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებ დროს ანდომებდა, რაც იმდროინდელ სუპერქარებზე უკეთესი შედეგი იყო. სამწუხაროდ S1-მა მხოლოდ 4 რბოლაში მოასწრო მონაწილეობის მიღება და აქედან ერთში შეძლო გამარჯვება სან-რემოს რალიში. რადგან 1986 წლიდან რალის სახეობა ჯგუფი B გაუქმდა. ამ ყველაფრის მიზეზად კი საკმაოდ ბევრი ფატალური შემთხვევა დასახელდა.